ცხოვრებას თქვენ სწავლობთ მე-10 კლასში, ხო? მე-10 კლასს უკვე ეს გავლილი აქვს, ხო მართალი? მე-11-ესაც თავისთავად. ეხლა რატო ვამბობ? მე-10 კლასი, ხო, მე-11-ში რო გადავიდე. მოდი სანამ დავიწყებდე და რაღაცას ნახავდეთ, ამ შეჯიბრების თაობაზე მინდა გითხრათ. კიდევ ერთხელ შეგახსენოთ და კონკრეტულად რა ასაკობრივი ჯგუფი იქნება და რა იქნება თემა, ამას გეტყვით. მერე უკვე თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული. ყოველწლიურად ფერისცვალების დღესასწაულთან ახლოს გვაქვს ხოლმე შეჯიბრება, ისევე როგორც სააღდგომოდ და საშობაოდ. ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი თემა, ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება წმინდა გრიგოლ ხანძთელი და მისი მოღვაწეობა და ასევე დაუკლარჯეთის მონასტრები. დაუკლარჯეთი გაგგონიათ? ეს იგივე საქართველოს ტერიტორია, ოღონდ ამჟამად ის თურქეთის შემადგენლობაში შედის. თუ არა და ძველი ისტორიული ქართული მიწებია ესე. დაუც და კლარჯეთიც. იქ მოღვაწეობდა სწორედ წმინდა გრიგოლ ხანძთელი და მის ცხოვრებას უკავშირდება ეს შეჯიბრება. და ჩვენ საამისოდ 4 შაბათს საღამოს, აი ვისაც შეჯიბრებაში მონაწილეობა უნდა რა, 4 შაბათს საღამოს აუცილებლად უნდა მოვიდეს და დაესწროს გაკვეთის, რომელიც უკავშირდება სწორედ წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობას. აქ ერთი ძვირფასი პედაგოგი მობრძანდება და სწორედ მისი მოღვაწეობის შესახებ იქნება ეს ერთი 1 საათიანი ლექცია, თუ რამდენიც იქნება თქვენ შეგიძლიათ შეკითხვებით დაუსვათ და მოусმინოთ. ვისაც შეჯიბრებაში მონაწილეობა უნდა, აი ამ შეხვედრას უნდა დაესწროს და იქ ჩამოვწერთ ვინ რამდენი ბავშვია და როგორ და რანაირად. ეხლა ნახეთ. აი ესე ვფიქრობ, ესე დავაჯგუფოთ. 10-11 წლისები ერთად, 12-13 წლისები ერთად, 14-15. და აი 16-ისები უკვე ხო არიან მე-11 კლასელები. 16-17 ერთად. ან შეგვიძლია კლასების მიხედვითაც კი დავაჯგუფოთ. დაახლოებით ასე გამოვა ალბათ მე-4-მე-5 კლასი, არა? ეგრე არ გამოვა? ой, ბოდიშ. მე-5-მე-6. მე-5-მე-6. მე-7, მე-8, აქ იქნება მე-9, მე-10, ნუ ამ ასაკებს შეგიძლიათ ყურადღება ამ შემთხვევაში უკვე აღარ მიაქციოთ. აქ იქნება მე-11, მე-12 და მოდი ერთი ასაკიც დავუმატოთ აქ. ეს იქნება 18+ იგულისხმება, ვინც სკოლა დაამთავრა და იქამდე სანამ აქ მოსვლა შეუძლია. ეს ხუმრობით. 5 ასაკობრივი ჯგუფი. თავისთავად ცხადია 10-11 წლის ბავშვებს ის მასალა არ მოეთხოვებათ, რაც უკვე შემდგომ. ისე რომ ჩვენს გვერდზე თქვენ ნახავთ ეხლა ტექსტი წმინდა გრიგოლ ხანძთელის შესახებ, რაც დაწერა გიორგი მერჩულე, ის ძველი ქართულია და გაცილებით რთული იქნება და 2 კვირა იქნება დრო, 23-ში იქნება ეს შეჯიბრება, კვირა დღეს წირვის შემდგომ და ამ ტექსტის დაძლევა მით უმეტეს იმ ბავშვებისთვის, ვინც ჯერ მე-11-მე-12 კლასში არ არიან, ცოტა რთული იქნება აი ამ მცირე დროში. ამიტომ მე თანამედროვე ქართულით, რაც არის, იმას დავდებ, თქვენ შეგიძლიათ ის ამობეჭდოთ და იქიდან ისწავლოთ. პატარებისთვის სხვა მასალა იქნება, დიდებისთვის სხვა იქნება. თქვენ შეგიძლიათ ეს ნახოთ. ან შეგიძლიათ სხვა ნებისმიერი რამიდან მოიძიოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე შეკითხვებს იქიდან დავწერ, რასაც მოგცემთ. ისე რომ თქვენ გეცოდინებათ შეკითხვები საიდან არის.
ეხლა მაინტერესებს დაახლოებით რო გავიგოთ, რამდენი შეიძლება იყოს სურვილი. მონაწილეობის. კარგი, მაშინ ესე იგი 4 შაბათს საღამოს გელოდებით. 6 საათზე პარაკლისი იქნება და პარაკლისის შემდგომ იქნება ეს გაკვეთილი და ასაკობრივი ზღვარიც განსაზღვრული. გუშინ იყო, ესე იგი ხსენება წმიდა მკურნალი პანტელეიმონისა, დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი. მოდი ახლა ჯერ მის ანიმაციას უყუროთ და რასაც იქ ნახავთ, ყველაფერი რეალურად რაც მოხდა. ახლა რადგან აქ პატარებიც ესწრებიან, მოდი ანიმაცია ვნახოთ და მე ამის შესახებ ერთად ვიმსჯელოთ. დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი დაიბადა ქალაქ ნიკომიდიაში. დიდებული და გავლენიანი წარმართის, ევსტორგეოსისა და კეთილმსახური ქრისტიანი ქალის, ევბულას ოჯახში. ახალშობილს პანტელეონი, ანუ ყოვლად ლომი დაარქვეს. დედა, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის სასოებით ზრდიდა შვილს, ადრე გარდაიცვალა. ხოლო მამამ პანტელეონი სამკურნალო ხელოვნებაში დასაოსტატებლად მიაბარა ეფროსინეს, კურნალთა მთავარს. გამორჩეული ჭაბუკი მასწავლებელს ყოველთვის თან დახავდა ხოლმე სასახლეში. აქ იმპერატორმა მაქსიმიანემ შენიშნა იგი. მოიხიბლა და ეფროსინეს უბრძანა. სწრაფად განისწავლა ნეტარი, რადგან მისი პირად მკურნალად დადგინა ჰქონდა გადაწყვეტილი. სასახლისაკენ მიმავალ პანტელეონს გზად ერთი პატარა სახლის წინ უნდა ჩაევლო, რომელშიც ქრისტიანი ხუცესი ερμოლაუზი ცხოვრობდა. ερμოლაუზმა სულით იგრძნო, რომ ეს ჭაბუკი ღვთის რჩეული ჭურჭელი გახდებოდა. ერთ დღეს შინ შეიპატიჟა და ჭეშმარიტი სარწმუნოება უკათაკა. კეთილი თესლი კეთილ ნიადაგში მოხვდა. პანტელეონმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ერთხელ სახლისაკენ მიმავალმა პანტელეონმა გზად მკვდარი ბავშვი დაინახა, რომელიც შხამიან გველს დაეგესლა. თავდაპირველად მას შეეშინდა, მაგრამ მალევე გამხნევდა, თვალების ზეცად აღაბგრო და წარმოთქვა. ჰოი უფალო იესო ქრისტე, უკვე თუ სათნო გიჩს, რაითა ვიღო მსახურ შენთან და ღირს წოდებისა შენისა, აღდეგინ აც უკვე ყრმა იესე, სახელითა შენითა. ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე ბავშვი ფეხზე წამოდგა, გველი კი გასკდა და მოკვდა. მაშინ პანტელეონმა მადლობა შესწირა ღმერთს. მყისვე გაეშურა ερμოლაუზისკენ. მის წინ მუხლებზე დაეცა და სთხოვა მოენათლა. წმიდა ხუცესმაც ყოვლადწმიდა სამების სახელით მონათლა ნეტარი. ამის შემდეგ პანტელეონმა მადლმოსილი სიტყვითა და მახვილგონივრული შეკითხვებით წარმართული ღვთაებების რწმენა შეურღია მამას. ერთხელაც პანტელეონთან ბრმა მოიყვანეს. მან მაცხოვრის წმიდა სახელის მოხმობით თვალი აუხილა ბრმას. რომელსაც ქალაქის ყველაზე დახელოვნებულმა ექიმებმაც კი ვერაფერი უშველეს. ევსტორგიუსმა აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა.
მამის სიკვდილის შემდეგ წმიდანმა მონები გაათავისუფლა. მემკვიდრეობით მიღებული ქონება კი გლახაკებს დაურიგა. იგი დადიოდა საპყრობილეებში და ნუგეშ სცემდა პატიმრებს. სნეულებს კი ემსახურებოდა და ქრისტეს სახელით კურნავდა. თან ნივთიერადაც შეეწეოდა. ქალაქის მკვიდრნი სხვა ექიმებს ტოვებდნენ და პანტელეიმისკენ ისწრაფოდნენ. ისიც ღვთის მადლით მრავალ სასაულს აღასრულებდა. შეშურდა სხვა მკურნალებს პანტელეონის და დაბოღმილებმა იმპერატორ მაქსიმიანეს აუწყეს, რომ მისი რჩეული ქრისტიანი ტუსაღების მოსანახულებლად დადიოდა და მათი ღმერთების მგმობელებს ვიღაც ქრისტეს სახელით კურნავდა. მეფემ მოაყვანინა პანტელეონი და ბრალდების გაქარწყლება მოსთხოვა. წმიდანმა კი ახოვნად აღიარა ქრისტიანული სარწმუნოება და მეფეს შესთავაზა. უბრძანე მომაკვდავი მოიყვანონ და ეშენმა ქურუმებმა თქვენს ღმერთებს მოუხმონ და მისი განკურნება სცადონ. მე კი ჩემი ღმერთის ყოვლადწმიდა სამების მიმართ ვილოცებ. მაშინ ნათელი გახდება, ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც უნდა ადიდოთ. მეფე დათანხმდა. მოიყვანეს დავრდომილი. ქურუმები დიდხანს უხმობდნენ თავიანთ ღმერთებს, მაგრამ მათ პასუხს არავინ სცემდა. მაშინ მეფემ თქვა: ილოცე პანტელეონ და ვნახოთ. პანტელეონმა ილოცა. შემდეგ აიღო განრღვეულის ხელი და ხმამაღლა წარმოთქვა: უფალი იესო ქრისტეს სახელით ადეგ და განმრთევდი. განრღვეული მაშინვე ადგა. განრისხებულმა მაქსიმიანემ უფლის რჩეულს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, მაგრამ მუქარამ ვერ მოდრიგა ნეტარი. ამ სასაულის დანახვაზე მეფე განრისხდა და პანტელეონის წამება ბრძანა. გაშიშვლებული მოწამე ხეზე ჩამოგიდეს. სხეული რკინის კაუჭებით დაუფლითეს და სანთლებით დაუწვეს. პანტელეონს უფალი გამოეცხადა და უთხრა: ნუ გეშინიე, მე შენთან ვარ. ჯალათებს ხელები მაშინვე მოუდუნდათ და სანთლებით ჩაქა. მეფემ ეს რომ დაინახა, ბრძანა დიდ ქვაბში კალა დაედნოთ და მოწამე შიგ ჩაეგდოთ. მაგრამ ცეცხლი მაშინვე ჩაქრა. კალა გაცივდა და პანტელეონი უვნებელი დარჩა. მეფემ ვერც ეს სასაული გულისხმაო და ბრძანა მოწამისთვის კისერზე დიდი ქვა მოებად, ზღვაში გაეყვანათ და დაეხრჩოთ. მაგრამ პანტელეონს კვლავ უფალი გამოეცხადა. ქვა შეხსნა და ხელჩაგიდებული ნაპირზე გაიყვანა. დაბრმავებულ ტირანს ამჯერადაც არ უნდოდა ამ სასაულში ღვთის ძალა დაენახა და სატანჯველს ერთმანეთის მეყოლებით იგონებდა. მაგრამ ვერც მხეცებმა, რომლებთანაც მოწამე ჩააგდეს, ვერც ბასტკბილანებიანმა ბორბალმა ვერაფერი ავნო. მაშინ მეფემ პანტელეონის ქალაქიდან გაყვანა, თავის მოკვეთა და სხეულის დაწვა ბრძანა. პანტელეონი ზეთის ხილის ხეს მიაბეს. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მას მახვილი დააკრა, მაგრამ რკინა ცვილივით გაიღუნა და მოწამეს ვერაფერი ავნო. ამ დროს ზეციდან ხმა გაისმა: ამიერიდან არღარა გეწოდოს შენ სახელი პანტელეონ, არამედ პანტელეიმონ იყოს სახელი შენი,
რომელ არს ყოვლად მოწყალე, რამე თუ იყავ ყოველთა კაცთა მოწყალე და შენ იყავ ნავთსაყუდელ ყუდრო, რომელნი მოევლტოდიან შენდა და ჭირვეულთა შემწე და განწირულთა ხელის ამხრობელ და ბოროტთა სულთა გამდევნელ. სასაულით შეძრულმა მხედრებმა ირწმუნეს ქრისტე და უარი განაცხადეს სასჯელის აღსრულებაზე. ქრისტეს მარტვილმა კი მიუგო. თუ ბრძანებას არ შეასრულებთ, ჩემი ქრისტესგან წყალობას ვერ მიიღებთ. მაშინ ერთ-ერთმა აიღო მახვილი და წმიდანს თავი მოჰკვეთა. წმიდანის ცხედარი თოვლივით განსპეტაკდა. ჭრილობებიდან სისხლის ნაცვლად რძე გადმოდინდა, ხოლო ზეთის ხილის ხე კენწეროდან ძირამდე ნაყოფით დაიხუნცლა. ამ სასაულის მრავალმა მხილველმა ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი. ქრისტიანებმა წმიდანის სხეული პატივით მიაბარეს მიწას. ავადმყოფობისას ადამიანები მრავალ წამალს ყიდულობენ და სვამენ, მაგრამ ცოტამ თუ იცის ეს უმთავრესი წესი. ყოველგვარ წამალზე ადრე ლოცვითი სარგებლე. ღვაწლით შემოსილო წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, არათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა. აბა, მოდი ახლა ჯერ პატარებიდან დავიწყებ. ვის რა დაამახსოვრდა ყველაზე მეტად. აბა, ვაშკაცო, შენ რა დაგამახსოვრდა? მოსწავლე რომ მიდიოდა და მკვდარი ბავშვი რო დაინახა და მე რომ მიხვდა რომ შხამიანმა გველმა უკბინა. და რა გააკეთა მერე? ზეცა შეხედა და ლოცულობდა რომ გადარჩენილი. ღმერთს შეევედრა, ხო? კი ბატონო, ძალიან კარგი. აბა, ვაშკაცო, შენ გინდოდა რამე გითქვა? არა? აბა, ვის უნდოდა? აბა? შენ რა დაგამახსოვრდა? მე დამახსოვრდა რომ ჩვენი დაუთხრეს რომ ისაქენითო მოკალითო მეფამ უფალმა უთხრა რომ ნუ გეშინია მე შენთან ავარო. კი ბატონო, აბა კიდე რა დაგამახსოვრდა? თინი, შენ რა დაგამახსოვრდა? აი ხა მე რა მაინტერესებს, იცით, შეგიძლიათ აი დაახასიათოთ დღეს რომ აი აქ ჩვენ შორის ყოფილიყო ის პანტელეიმონი, რომელიც იყო პატარა ბავშვი. შეგიძლიათ დაახასიათოთ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო? თქვენი აზრით. აი რა თვისებები ექნებოდა? შეგიძლიათ გითხრათ, აბა? აი როგორი იქნებოდა შენი აზრით? ჩემი აზრით იქნებოდა მაღალი და კეთილი. მაღალი და კეთილი იქნებოდა. შენი აზრით? ჩემი აზრით მეგონა რომ იქნებოდა კეთილის გაავრცელებდა. სიკეთეს გაავრცელებდა, ხო? კი ბატონო. აბა შენ რა სიტყვა? მეზი თავდამბალი და მორწმუნე. თავდაბალი და მორწმუნე. თავდაბალი რას ნიშნავს? მორწმუნე ასე თუ ისე გავიგე, მაგრამ თავდაბალი რას ნიშნავს? აი როგორი ადამიანია თავდაბალი? თავდამბალი არის კეთილი. აი რა თვისება არის თავდაბლობა? შენი აზრით? ძალიან კარგი ადამიანია და კეთილად იქცევა და არასოდეს ცოდავს. არასოდეს ცოდავს. კიდე რას გეტყვით? თავდაბალი როგორი ადამიანი შეიძლება იყოს? იმას აბა შენ რას გეტყვი? შენი აზრით როგორია თავდაბალი? რო არასდროს ტრაბახობს. რო არ და რატო არ ტრაბახობს? აი დაუშვათ დაჯერ, დაუშვათ რაღაც კარგი გააკეთა, დაჯერ. რაღაც სიკეთე გააკეთა. ახლა ჩვენ რა სიკეთეს გავაკეთებთ ხოლმე, ხო გვინდა რომ
ერთი სული გვაქვს რომ გავახმაუროთ, რომ მე ვიყავი ეგ. ხო არ თქო, მე რა ვთქო ეგრე. შეგინდა რაღაცა გაწუხებს რომ ნეტა გაიგეს რომ ეს მე გავაკეთე. და თავდაბალი რატო არ ამბობს? რატო არ აქვს სურვილი რომ იკრაბახოს? თქვენი აზრით. რატო არ აქვს სურვილი რომ იკრაბახოს თავდაბალ ადამიანს? შერეს. უკვე უხარია რომ გააკეთა სიკეთე. უკვე უხარია რომ გააკეთა? ხო, მაგრამ ხო გააკეთა და რატო არ უნდა რომ თქვას რომ ეს მე ვიყავი? რატო უნდა რომ ის დაფარულში დასჭეს? თქვენი აზრით. მოდი მართა შენც. ორივენი მოდით, აბა ეს თქვენი აზრები გადმოავქვიეთ. აბა რატო არ უნდა რომ გამოაშკაროს? იმიტომ რომ არ უნდა რომ სხვებმა შეაქონდა, არ უნდა რომ ისე გამოჩნდეს, რომ ვითომ ძალიან მაგრარია. ბატონო, აბა შენ რა სიტყვა? სიკეთეს რო გააკეთებს, თუ იტყვის სიკეთეთ აღარ ჩაეთვლება. აღარ ჩაეთვლება, კი ბატონო. იმას მერე ეშმაკები გაქურდავენ. ხო მართალია. შენ რო იტყვი რომ აი აქ არის ჩემი გაკეთებული სიკეთეო, ჩვენ ხო არაერთხელ გვითქვამს რომ აი რაღაცას რო თესო, მიწას ხო მიაყრი იქ. ხო მიაყრით ხოლმე სოფელში რო თესოთ რაღაცას, აბა აი რო გინდა რომ ლობიო დათესო. 40 ამოიღებ, ჩააგდებ მარცვას და მიწას მიაყრი. და თუ არ მიაყრი რა მოხდება? არ გაიზ და მოვა ჩიტი და აკენკავს, ან რაღაცა მოვა შეჭამს, ან მზე გააფუჭებს. და იქიდან ნაყოფი აღარ გამოვა. ამიტომ სიკეთეს რომ გააკეთებ, უნდა დაფარო. და მეორე კიდევ რატო არ აქვს სურვილი თავდაბალ ადამიანს რომ წარმოაჩინოს თავისი სიკეთე? იმიტომ რომ ეს სიკეთე სინამდვილეში მისი გაკეთებული კი არ არის. არამედ ღვთის ძალამ გააკეთებინა. ახლა მე ხო დავწერე, ნახეთ. ამ მარკერმა რო თქვას, მოდი აქ, მოდი. ამ მარკერმა რო თქვას, რომ ეს მე გავაკეთეო. მართალი იქნება? არა და ხო ამან გააკეთა. მაგრამ ბოლომდე ამას ხო არ გავაკეთე. ეს რო ასე დაგვედო, გააკეთებდა? ვერ გააკეთებდა. ადამიანიც ვერც ერთ სიკეთეს ვერ გააკეთებს, თუ ღმერთმა არ გააკეთებინა. აი წარმოიდგინეთ, რომ ჩემი ხელი იყოს ღმერთის ხელი. აი ისევე როგორც მე თუ არ დავემორჩილები ღმერთს, ღმერთი ჩემით არ გააკეთებს. ისევე როგორც ეს მე თუ არ დამემორჩილებოდა, ახლა მაგალითად ამას ხო უნდა მოვხადოთ თავი და რომ დაეჟინა, რომ არა გინდა თუ არა უნდა მეფაროს. დავწერდი, ეს დაწერდა? ადამიანის თუ ღმერთს არ ეურჩება, ღმერთი მას ბევრ სიკეთეს გააკეთებინებს. და თუ ადამიანს არ უნდა, მაშინ არ გააკეთებინებს. მაგრამ ადამიანმა როგორადაც არ უნდა მოიდომოს, თუ ღმერთი არ გააკეთებინებს, მისგან არ გამოვა სიკეთე. ანუ თუ ადამიანი ამპარტავანია და რაღაცას გააკეთებს, შეიძლება ღმერთმა მისი ხელით აღარაფერი აღარ გააკეთოს სიკეთე. რატო არ გააკეთებს თქვენი აზრით? აი დავუშვათ, ერთი ადამიანი მეორეს რაღაცაში დაეხმარა. ეხლა გამოვიდა და მთელ დედამიწას მოსდო, რომ ეს მე გავაკეთებ. შეიძლება იმ ადამიანს სხვა დროს აღარ ქონდეს შესაძლებლობა ვინმეს დახმარებისა. და რატო? რატო არ შეიძლება რომ ქონდეს? თქვენი აზრით რატო არ შეიძლება რომ ქონდეს? იმიტომ არ შეიძლება რომ ეს ადამიანი ხო გაამაყდა ამ სიკეთით, რომ მე გავაკეთეო, თავის თავს მიაწერა, ღმერთი დაივიწყა. კიდე თუ სიკეთეს გააკეთებს, კიდე უფრო გაამპარტავდება, კიდე უფრო გაამაყდება. ესე იგი კიდე უფრო მეტად დაღუპვის გზაზე დადგება. კარგი, თავმდაბლობა დაახლოებით ასე თუ ისე გავიგეთ. ამპარტავნება რა არის? ამპარტავნება მისი საწინააღმდეგოა. რა იქნება ამპარტავნება? აბა, მოდი ამ გოგონას ვკითხოთ.
რა იქნება? აბა მოიცადე, აბა შენ რას? ყველა რაღაცას როებდება ეს მე გავაკეთებ. ანუ თავის თავს რომ მიაწერს იმ გაკეთებულ სიკეთეებს და რომ გონია რომ ეს მე გავაკეთე, ხო მართალია? აი მაცხოვარი ასეთ რამეს ამბობს, დაჯიქნი. მაცხოვარი ასეთ რამეს ამბობს, რომ დავუშვათ ვაზს რომ მოაცალო ტოტი. ის ხო ყურძენს აღარ გამოისხავს. ის იქამდე გამოისხავს ყურძენს, სანამ ის ვაზზე იქნება დამყნობილი, ხო მართალია? კავშირი თუ აი ისევე როგორც ხეს რო ტოტი მოაჭრა, ის გამოიღებს ნაყოფს, აღარ გამოიღებს, ცოტა ხანში გახმება. ადამიანიც ესე, ღმერთთან კავშირი თუ არ აქვს, ის ცოტა ხანში გახმება სულიერად და ნაყოფს აღარ გამოიღებს. შენ სახელი გამახსენე? ნინი მოამზადა რაღაცა და სანამ ნინი გაამზადებს, ესე იგი, ერთი ორ შეკითხვას უპასუხებ და კიდევ მინდა რომ ერთად განვიხილოთ ჩვენი უწმიდესი პატრიარქის ლექსი. ყოველ შემთხვევაში ინტერნეტში ასე ვრცელდება, რომ მისი დაწერილი. შენ გაამზადე შენი გადატენე? როგორ უნდა მოვექცე ადამიანს, რომელმაც მაწყენინა და მიწევს ურთიერთობაო? უნდა დაელაპარაკო. უნდა შენი გულის ტკივილიც უთხრა. თუ მეგობარია, ძალით ხომ არ გაწყენინებდა. ესე იგი რაღაც შემთხვევით მოხდა. ზოგჯერ ადამიანი ჩვენ რაღაცას გაგვიკეთებს. ჩვენ გონია რომ ძალით გაწყენინა, სინამდვილეში ის შეიძლება ვერც ხვდება რომ გაწყენინა. სულაც გონია რომ ჩვენ რაღაც კარგი გაგვიკეთა. ან სულაც ისეთი რამ გააკეთა რომ არ ეგონა თუ ამითი ჩვენ გავნაწყენდებოდით. ამიტომ თუ გვიწევს ურთიერთობა რა? აი მაგალითად ერთხელ ასეთი რამე ხდებოდა მონასტერში, ესეთი რამ წამიკითხავს. ეხლა დღეს რომ ონკანს მოუშვებ და წყალი მოდის, ადრე ყოველთვის ასე არ იყო, ხელსაბანი ხო არსებობდა, ხო გინახიათ რომ ჩაასხავ წყალს და ქვემოდან მიაკალხეს წყალი ჩამოვა. მონასტერში ხდება, ორი მორჩილი ცხოვრობს. და ერთი მორჩილი, ხო დღის განმავლობაში შრომობენ და თავისთვის გაამზადებს ხოლმე, როგორც ჩანს, ორივეს თავისი ხელსაბანი ჰქონდა, რაღაცა დაახლოებით ეგეთი იყო, ან შეიძლება საერთო ჰქონდათ, მაგრამ ერთი ზრუნავდა იმისთვის, რომ წყალი ჩაესხა ხოლმე შიგნით. მეორე ეთყობა არ ზრუნავდა ამისთვის. და ეს რომ მიდიოდა საღამოთი ხედავდა, რომ უნდა დაებანა ხელი და წყალი აღარ იყო შიგნით. და მოძღვარს უთხარო, ასე და ასე ვარო, რომ ის მეორეო ყოველთვის იყენებს ამ წყალსო და არ ზრუნავსო, რომ შიგნით ჩაასხასო. და მოძღვარმა უთხრა, მიდიო და დაელაპარაკე და უთხარიო, რომ მე რომ ვამზადებო ჩემთვის ამ წყალსო და მერეც არიელი მხდება, ეს ჩემთვის განსაცდელი არის. ყოველთვის ერთ და იგივე რომ მეორდება და მიდიო დაელაპარაკე და მართლაც მივიდა დაელაპარაკა და ეს განსაცდელიც შეწყდა. ასე აღარ ხდებოდა ხოლმე. გესმით, ზოგჯერ შეიძლება ადამიანი ვერ ხვდება რაღაცას და ისე აკეთებს, თორე ძალით კი არ აკეთებს. ამიტომ ჯობია რომ მიხვიდე და დაელაპარაკო. აბა მოდი, რას გვიმღერებ? აბა მიდი.
ხო გაგონიათ ლექსი ყველაფერი კარგად იქნება გაგონიათ მოდი წავიკითხოთ და მივყვეთ და ნახოთ რას გვეუბნება ჩვენი უწმიდესი პატრიარქი ილია მეორე მე რამდენადაც ვიცი მისი ლექსია ყოველ შემთხვევაში სოციალურ ქსელში ასე ვრცელდება ნუ დაეცემი სულს ნუ იტანჯა ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება იფიქრე კარგი და დაინახავ რომ ყველაფერი კარგად იქნება რა გითხრა ამით თქვენი აზრით რა გითხრა ზოგჯერ შეიძლება არაფერი არ არის ცუდი მაგრამ შენ თუ ასე ფიქრობ შენთვის მართლა ცუდად ხდება ყველაფერი ზოგჯერ შეიძლება მზიანი ამინდია და შენ წარმოიდგინო რომ ეხლა ღრუბლიანი ერთი პატარა ღრუბელი დაინახო სადღაც ჩათვალე რომ ყველგან არის ეს ღრუბელი და დანარჩენი მზე ვერ დაინახო ნახეთ თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ წმინდა პაისი ათონელის წიგნი არსებობს 6 ტომი არსებობს საუბრები სხვადასხვა თემაზე იქ არის ერთ-ერთი საუბარი მემარჯვენე და მემარცხენე ზრახვები ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამაზე არის დამოკიდებული ადამიანი გახარებული იქნება თუ არა აი თქვენ დააკვირდით ეხლა თქვენ შეიძლება დღეს არ გაინტერესებთ და თქვენთვისაც სიტყვები არაფერს არ ნიშნავს მაგრამ აი როდესაც ფიქრები მოგდის და გამძიმებს ეს ფიქრები მე დაგჭირდება ზუსტად ის რაზეც ახლა ვსაუბრობ რომ იქ რო წაიკითხავ შენ მიხვდები რომ შენ ცუდად არ ახარ ახლა უბრალოდ ცუდად ხარ მაგრამ ამ ცუდად ყოფნის საფუძველი არ არსებობს გარდა შენი ფიქრების და ეს ფიქრები სინამდვილეში ეშმაკისგან არის რომ ის გიმძიმებს ამ ფიქრებს შეუნა ისწავლო მემარჯვენე ზრახვების გამომუშავება მემარჯვენე ზრახვა რა ეხლა მოდი ესე ვთქვათ დაუშვათ შენ რა ქვია მეგობარო დათა დაუშვათ მოვედი და დაუშვათ მე და დათა ვართ მეგობრები და დათა მართ შემოვხედა გამარჯობა არ მითხრა მე ხა ჩემში ეშმაკმა ნახა საფუძველი რომ მემარცხენე ზრახვები მომიტანოს ანუ ცუდი ზრახვები რაც მე დამთრგუნავს და მეუბნება დათა ეთყობა შენზე განაწყენებულია აი ნახე გამარჯობაც არ გითხრა ერთ შეგამცნია ზედაც არ შემოგხედა აი ხა მე უკვე ვიწყებ ფიქს ნეტა რატოა გაბრაზებული ჩემს და თუ საფუძვლოდ არის გაბრაზებული და არაფერი არ დამიშავებია მაშინ ესე იგი თვითონ ნაშავებს რომ ასე ცუდად მეკცევ და მე ამ ჩემს ფიქრებს ისევ ეშმაკი პასუხობს რაღაცეებს და ეს ჩემი ფიქრები კიდევ უფრო შავი ღრუბელი ვითედება ჩემს თავს გესმით და მე ცუდად ვარ და დათას უკვე ვეღარ უყურებ კარგად აი ესე უკვე მე ზუბღვერი ვარ ეხლა ამ დროს შენ უნდა გამოიმუშაო შენს თავში კეთილი ზრახვები ანუ მემარჯვენე ზრახვები და რა უნდა იფიქრო აი რა კარგია რომ დათას დღესაც შევხვდი და რო არ შემომხედა და გამარჯობა არ მითხრა იქნებ რა უჭირს ისეთი რომ ერთ კი შემარჩნე ხა ზოგჯერ ხო აი რომ რაღაცა შენს ფიქრებში ხარ გართული და ვერავის ვერ ამჩნევ ამიტომ კი არ უნდა დაიბოღმო დათაზე უნდა მიხვიდე და უთხრა რა გიჭირს ხომ მშვიდობა გაქვს ხო კარგად და ნახეთ ის რას ამბობს წმინდა პაისი ათონელი და აღმოაჩენ როგორც იფიქრე ანუ კარგად რომ იფიქრე ნამდვილად ეგრე იქნება საქმე გესმით და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მე ხო მოგიყევით ერთი ამბავი მოდი კიდე გავიხსენოთ ამას უკავშირდება ერთი ახალგაზრდა კაცი აი გიო ტატულაშვილი რო არის წარმოიდგინეთ რომ ერთი ნუ ახლა ჯერ სტუდენტი არ არის მაგრამ წარმოიდგინეთ რომ სტუდენტია სადღაც წავიდა სასწავლებლად და პირველ სართულზე დაიქირავა სადღაც ბინა წარმოიდგინეთ 5 სართულიანი ან გინდა უფრო 9 სართულიანი კიდე უფრო
მოემატება ბრაზი. ხო და სადღაც მიდის მოკლედ. უნდა წავიდეს წვეულება თუ რაღაცაა და ნახა რომ პერანგი აქვს გასაუთოებელი. ეხა უთო არა აქვს სახში. გაახსენდა რომ მე-9 სართულზე ცხოვრობს ერთი ახალგაზრდა გოგონა. ფიქრობს რომ მოდი ავალ ახლა გამოვართნო უთოს და გავაუთოებ დაუბრუნებ და წავალ. ეხლა თან გზაში ფიქრობს. მე რო ავალ დავაკაკუნებო. ვეტყვი რომ უთო ხო არა გაქვთო. კიო გვაქვსო მეტყვი დედა და ეს გოგონა ერთად ცხოვრობენ. კიო გვაქვსო უთო თუ შეიძლება მათხოვეთ რომ პერანგი მაქვს გასაუთოებელი ვეტყვიო. ეს თან გონებაში ელაპარაკება იმათ და სინამდვილეში ვის ელაპარაკია ბაეშმაკს. თორე იმ გოგონამ და დედამ არც იციან რომ ის ბიჭი უნდა ამოვიდეს ახლა და უთო უნდა სთხოვოს ხო მართლა? ადის და გზაში ფიქრობს რომ ეხლა მე რო ვეტყვი რომ უთო მათხოვეთ ისინი მეტყვიან მოგვიტანე პერანგი ჩვენ გაგიუთოვებ ჩვენ ახალგაზრდა კაცი ხარ მაღაზია შეწუხდე ჩვენ გაგიუთოვებ და გაგატან. ეხლა მეც აუტან პერანგსო შევალ სანამ ის გააუთოვებს და მე დავჯდები ვლაპარაკობ თან შევხედავ მომეწონებაო ეს გოგო. უკვე ამ ფიქრებში. ხო და მოკლედ ეს ურთიერთობა გაგრძელდებაო ჩვენ შორისო მისვლა მოსვლა რაღაცა და ეხლა დედამისი მკითხავსო რომ შვილო შენო სამსახური გაქვსო? და მე ვიტყვი რომ არა მაქვს სამსახურიო ჯერო სტუდენტი ვარო და მაშინო ჩემ შვილსო ვერ გაგატანო. ცოლად ვერ გაგატანო, უკვე დაოჯახებაზე მიდგა საქმე და ვერ გაგატან ჩემ შვილსო და ეხლა თან ხო მიდის სანამ მე-9 სართულზე ავა ნენელა ბრაზდება უკვე როგორ თუ გოგოს ვერ გამატანენ. ხო გახსოვს ეგ რომ მოგივიდა. და ესე 60-ზე მიდის და ეხლა დააკაკუნებს კარზე და ახლა მეორე მხრიდან წარმოიდგინეთ. ეს დედა და შვილი სახში არიან, წარმოდგენა არ აქვს თუ ვინმე უნდა მოვიდეს მათთან და კარებზე კაკუნია და გააღებენ ნახავენ რომ ახალი მეზობელია ვიღაცა ერთხელ თუ ორჯერ რო დაუნახიათ ეზოში და ეუბნება ეს ბიჭი აღარ თქვენი უთო მინდა და აღარ თქვენი გოგო. ესენი გაოცებულები უყურებენ რა უთო არ გინდა რა გოგო. ხო და ნახეთ ეშმაკმა რა მოახერხა. სულ არაფრიდან მის ფიქრებში ისეთი ღრუბელი მოიყვანა რომ გონება დაუმძიმა და უკვე კარგა გაბრაზებული ადის გიო მეზობელთან. და აღარც უთო უნდა და აღარც გოგო იმიტომ რომ გაბრაზდა როგორ თუ არ მატანენ სამსახური რო არ მაქვს. და წმინდა პაისი ათონელი იცი რას ამბობს? აი მთელი დედამიწის ადვოკატები რო შეკრიბო ადვოკატს ხო მაინც ცოტა ენა უჭრის არა? შეიძლება თეთრი შავად მოაჩვენოს და შავი თეთრად. და მთელი დედამიწის ადვოკატები რო შეკრიბო ერთ პატარა ეშმაკს ვერ მოუგებენ ლაპარაკში. ამიტომ ჩვენს თავში როდესაც აზრები მოდის რომ მე ამას იმას ვეტყვი, ის ამას მეტყო და მე ამას ვეტყვი, სინამდვილეში ჩვენ ეშმაკს ველაპარაკებთ. ამიტომ როდესაც შეატყობ რომ დავუშვათ კლასში ვინმესთან უსიამოვნება მოგივიდა. და მე წამოხვედი სახლში ზიხარ და ფიქრობ რომ ამან რო ესე მითხრა მე ესე უნდა მეთქო. ის ამას მეტყო და მე ამას ვეტყოდი და სინამდვილეში შენ ეშმაკი გელაპარაკებ. და შენ იმას ვერ მოუგებ ლაპარაკს და შედეგი რა იქნება? შენი გონება დამძიმდება. და მე კლასში რომ მიხვალ, იმასა ესე დამღერილი დაუწყებ ცქერას. მაგრამ თუ ჩვენ შევძლებდით და იმ გონებაში წარმოშობილ საუბარს შევწყებდით და ლოცვას დავიწყებდით იმისთვის, ვიზედაც ეგ ფიქრები მოგვდის, მაშინ ყველაფერი გაიწმინდებოდა და დალაგდებოდა. აი, დამეთანხმ. ისე რომ აი იფიქრე კარგი და დაინახავ რომ ყველაფერი კარგად იქნება. აი რომ იფიქრა რომ უთოსაც გავამატანენ და რომ მე გოგოსაც გავამატანენ, ხო შეხდებოდა გაღიმებული. მაგრამ შეიძლება მე უკვე ბეჭდით მისულიყო და მაინც გაკვირვებულები დარჩენილიყო. როგორც ისწავლის სამყაროს ხედვას, შენი ცხოვრებაც ისე იქნება.
გულს ნუ გაიტეხ, წამდეს უფლისა და ყველაფერი კარგად იქნება. ტყუილ უბრალო დღელოა და შიში განა ვერ ატყობ რომ არ გიხდება. ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად და ყველაფერი კარგად იქნება. არსებობდა ასეთი დიდი მოძღვარი, ახლახანს გარდაიცვალა. ეფრემ არიზონელი, ეს ათონელი მამა იყო და წავიდა არიზონაში, ამერიკის ერთ-ერთი შტატი არიზონა. იქ დაარსა 19 დიდი მონასტერი. და ის ამბობდა, რომ რაღაცა სანერვიულო რო გაქვსო, რაღაცა გაქვს გადასაწყვეტი, გადასალახი, რაღაცა წინ გელოდება, ნევრიულობას და ფიქრსო, ჯობია ილოცო. ილოცე და ღმერთი ჩაერევა შენ საქმეში და დალექდება ყველაფერი თავის ადგილს. როცა ვარდები დეპრესიაში და შენი ტანჯვა ატყობ იწყება, მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას, თქვი ყველაფერი კარგად იქნება. დეპრესია. გაგონიათ ასეთი სიტყვა. რა არის დეპრესია? ერთ-ერთი წმინდა მამა საოცარ რამეს ამბობს. რა არის დეპრესია? ცუდ ხასიათზე როა. ხო და აი ცუდ ხასიათზე როა და დათგუნული როა, რა იწვევს მაგას შენი აზრით? რა იწვევს? მოწყენა. ხო და რატოა მოწყენილი ადამიანი? გაბრაზება. გაბრაზება. აი გიორო ავიდა, ხო? რა? ვინაც განაწყენა. ანუ ჩვენი დეპრესიის მიზეზი შეიძლება სხვა იყოს, სხვამ რო გაწყენა, ვაშკაცო, შენ რას ამბობდი? ეშმაკთან ლაპარაკი. ეშმაკი რო დაგიმძიმებს, ფიქრობს, ნახე ერთი წმინდა მამა რას ამბობს. დეპრესია არისო გაუცემელი სიყვარული. ნახე რა საინტერესო რამე თქვა. ანუ შენ რომ შეგეძლო, ვიღაცისთვის თბილი სიტყვა გეთქვა. ვიღაცას დახმარებოდი, ვიღაც გენუგეშებინა, წამოგეყენებინა და ეს არ გააკეთე. შენში გროვდება ეს და შენ ცუდად ხარ. და გამოსავალი რა არის? უნდა დაიწყოს სხვაზე ფიქრი. ანუ შენ როდესაც ცუდად ხარ, შენ თავზე კი არ უნდა იფიქრო, რომ მე ცუდად ვარ და მე დახმარება მინდა და რაღაც, არა. შენ თუ ცუდად ხარ, ალბათ წადი და ვიღაცას გაახარე. ერთხელ ორჯერ გაეცი სიყვარული, რაც შენში დაგროვდა და შენ იმ გაუცემელი სიყვარულის გამო ხარ ცუდად. ამას ამბობს წმინდა ორფირი კავსო კალიველი, ესეც ერთ-ერთი წმინდა ათონელი მამა არის და საინტერესო რამეა სხვათა შორის. უნდა სცადოს კაცი. რომ დაგარწმუნო შენი ღუპები, შენი სიცოცხლის წუთი ითვლება, წმენას მოუხმე და შენ იხილავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ანუ ადამიანურად გამოსავალი რო არ ჩანგეს, შენ მაინც ყურები არ უნდა ჩამოყარო, მაგას გეუბნე. რატო არ უნდა ჩამოყარო, იცი? ღმერთი ყველგან არის. გახსოვთ ადრე ერთი ამბავი მოგიყევით. წარმოიდგინეთ, რომ მოდი კარები დახურე, აბა, კარები დახურე ხმარები. ერთი გემი ჩაიძირა. გემი ჩაიძირა და ამ ჩაძირული გემიდან ერთმა კაცმა გამოაღწია როგორც იქნა ნაპირზე. გინახიათ ფილმი სინიორ რობინზონი. ეს ცოტა სახალისო ფილმია. წარმოიდგინეთ, ეს კაცი დღეები გადის და ნაპირზეა, არავინ არ საიდან საშველი არ არის. მე როგორც იქნა ცოტა გადალახა თავისი ეს ცუდად ყოფნა და დაიწყო პატარა ქოხის აშენება. ააშენა პატარა ქოხი, გადახურა, შიგ ცხოვრობს. ეხლა დადის რაღაცა რო ან მოინადიროს, ან რაღაცა საკვები ხო ჭირდება. ერთშენიერ დღესაც, როდესაც ეს წასულია სადღაც და ბრუნდება ღამეა უკვე, ნახავს რომ მისი ქოხი იწვის. მისი ქოხი იწვის და აქ საერთოდ იმედი გადაეწურება, ძლივს რაღაცა შეაკოწიწა, ააშენა ეს ქოხი და თან ღმერთს თხოვს დახმარებას და ეუბნება რომ ღმერთო, როცა უკვე თითქოს ყველაფერი მოვაწყეო, მაშინ ყველაფერი წყალში ჩაიყარავ და ასე დაღონებულია და თენდება დილა. და გემი მოდის ამ კუნძულისკენ.
და სინამდვილეში რა მოხდა ნახეთ და როგორ მოხვედითო ესე კითხება როგორ და შენო ნიშანი არ მოგვეციო ცეცხლი არა ანთეო მაგითი მოგაგენით რაღაცა რომ მოხდა უბედურება რომ მოხდა იცით წმინდა პაისი ათონელი რას ამბობს ღმერთი უბედურებას არ მოახდენს თუ იმ უბედურებით უფრო დიდ უბედურებას არ შეუშლის ხელს ერთი შეხვედრით ხო უბედურება იყო ქოხი რო დაეწო მაგრამ ის გემი რომელიც აქ მოვიდა ახლოს იმას ხო ვერ დაინახავდა ანუ ჩაულიდა ამ კუნძულს გვერდით ეს ქოხი კი დარჩებოდა მაგრამ ეს კაციც კუნძულზე დარჩებოდა მაგრამ აი ეს ქოხი რო დაიწო ეს აღმოჩნდა ნიშანი იმ გემისთვის რომ მოსულიყვნენ და ეს გადაერჩინათ ამიტომ რაღაც რო ხდება ცუდი ჩვენს ცხოვრებაში ერთი შეხედვით ნუ შეაფასებთ დაელოდეთ და ის ცუდი რაღაცაც საბოლოო ჯამში კარგ შედეგს გამოიღებს თუ ცოდვები გაქვს სულით დაეცი ღმერთი არ გტოვებს შენსკენ იხრება ის მოწყალია ყველა ცოდვილის და ყველაფერი კარგად იქნება თუ შენ ცოდვაში ჩავარდი აქაც ზოგჯერ ასეთი რამე ხდება ეხლა თქვენ ჯერ პატარები ხართ და ესეთი რა დედა რო გააბრაზეთ მარტო ეგ არის თქვენი ცოდვა მაგრამ რაღაცა ცოდვაში რო ვარდება ზოგჯერ ადამიანი იმედს კარგავს სულის გადარჩენის იმედს კარგავს მაგრამ აქ ნახე რა არის ღმერთი შენსკენ იხრება შენ გელოდება შენ უყვარ ხარ და შენ გელოდება რომ შეინანო რომ ის პატიობს ამ ცოდვას და ისე შენ სულის ცხონების გზაზე ხარ არავის არ ჩამორჩევი ოღონდ შენ შეინანე ის რაც შენ გაწუხებს როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს და შენი გული ბოღმით ივსება ერთადერთია რაც გადაგარჩენს თქვი ყველაფერი კარგად იქნება ანუ შენს თავს უნდა შეაგონო რომ ცუდად კი არა ხარ და კი არ იღუპებ არამედ კარგად იქნება დიდი ნიჭია თავშეკავება ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება აი ამ თავშეკავებით ნახეთ სიბნელეც კი ნათლით იცვლება ოღონდ ჯერ მოთმინებაა საჭირო სადღაც უნდა მოითმინო როცა ამ ნიჭს ფლობ შენ უკვე იცი რომ ყველაფერი კარგად იქნება როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას ახლა ნახეთ რა საინტერესოა აი ეს რაც აქამდე ვთქვიო ეს ხო სიტყვებია მაგრამ ამ სიტყვების ძალას თუ კი ირწმუნებ თუ არ ირწმუნებ და შენთვის სულ ერთია არაფერს არ გიშვებს მაგრამ როდესაც სიტყვების ძალას ირწმუნებ თუ კი როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა სხვებს აუხსენი და შთააგონე რომ ყველაფერი კარგად იქნება ანუ მარტო შენ კი არა სხვებიც ანუგეში ამით და ბოლოს როდის იქნება როგორ იქნება როცა კითხვები გულში ისმებ ანუ ეხლა შენ ფიქრობ რომ კარგად იქნება მაგრამ ეს როდის იქნება ან როგორ იქნება ადამიანური ლოგიკით შეიძლება ჩანს რომ გამოსავალი არ არის ამ საქმიდან როდის იქნება როგორ იქნება მაინც რომ დათრგუნული ხარ როცა კითხვები გულში ისმება ნუ ფიქრდები უაზრო კითხვებს ღმერთის წყალობით სულ ყველაფერი კარგად იქნება ანუ როდის იქნება და როგორ იქნება ეგ ღმერთმა იცის ამიტომ მიენდე შენ და ნახავ რომ გამოსავალი აუცილებლად იქნება დღეს შეიძლება აქედან გამოსავალი არ ჩანს მაგრამ შეუძლებელია რომ ნახეთ არაერთხელ ჩვენ პატერიკებზე გვისაუბრიან შეუძლებელია რომ დედის ცრემლიანი ლოცვა ღმერთმა უგულებელყოს აი მაგალითად მეოთხე საუკუნეში ცხოვრობდა ასეთი წმინდა ამბროსი მედიოლანელი დიდი მღვდელმთავარი იყო და მასთან მიდიოდა ერთ-ერთი დედა რომელსაც ერქვა მონიკა ისიც წმინდანად არის შერაცხილი წმინდა მონიკა მას ჰყავდა შვილი რომელიც არასწორი ცხოვრებით ცხოვრობდა ავგუსტინე ერქვა ამ შვილს და დედა მიდიოდა ამ მღვდელმთავართან ევედრებოდა რომ ჩემ შვილს დაეხმარე შეაგონე და ეს მღვდელმთავარი ეუბნებოდა შეუძლებელია რომ ღმერთმა დედის ცრემლიანი ლოცვა უგულებელყოს და მართლაც რა მოხდა ეს შვილი მოექცა ჭეშმარიტ რწმენას
ნეტარი ავგუსტინი, ასე იწოდება ახლა, ის დიდი წმინდანი. წარმოიდგინეთ. ადამიანი, რომელიც ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობდა, დღეს ეკლესიის დიდი წმინდანი. და როდესაც ის უკვე ღმერთთან დაახლოვა, მერე თქვა წმინდა მონიკამ, რომ ახლა უკვე შემიძლია რომ გარდავიცვალო. ანუ მე ჩემი მისია როგორც დედა შევასრულებ ღვთის მადლით რა თქმა უნდა. ასე რომ აი, როდესაც რაღაცა გასაჭირი და განსაცდელია, ჩვენ მოთმინება გვმართებს და ღმერთზე მინდობა და გამოსავალი და ესეთი პატერიკი ჩვენ არაერთი მოგვიყოლია. გახსოვთ ავად რო ყავდა შვილი, ექიმი რო თავისი ფეხით მივიდა მათ ოჯახში, იქაც დედა ლოცულობდა. გახსოვთ შვილი რო დაეკარგა, რომ მოიტაცეს, მე 10 თონის თაზე რო წავიდა, მე რო შეხვდა თავის შვილს, იქაც სწამდა დედას, რომ შეუძლებელია რომ დედის ცრემლიანი ლოცვა ღმერთმა არ შეისმინოს. ისე რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეხლა ჩვენ რო ძალიან არ გადავტვირთოთ საქმე, ერთიც დასწრე. შენ ხარ ჩვენთვის როგორც რა ვთქვა, განტვირთვა. ამამით. აი ხალარი ბავშვებო, ის დღე, როდესაც გახსოვთ ჩვენ არაერთხელ ყოფილვართ შინდისელი გმირების მემორიალთან. აი ხალარი ზუსტად ის დღე, როდესაც ეს ამბავი მოხდა. და ესეთი არაერთი მომხდარა, ესე იგი საქართველოს ისტორიაში. რომ ქართველი ადამიანი, აი რასაც ეს გოგონა მღეროდა ახლა აფხაზეთის მიწაზე. ესეთი არაერთი მომხდარა და ქართველი ადამიანი თავისი სულისკვეთებით ყოველთვის საქართველოს იცავდა, თავის რწმენას იცავდა. ეხლა ჩვენ რაზე უნდა დავფიქრდეთ, იცი რომ ჩვენ რამდენად გამოვადგებით ჩვენ სამშობლოს ისე როგორც ისინი გამოადგნენ. ოღონ ეხლა ამაში კი არ იგულისხმობა რომ მაინც და მაინც ბრძოლის ველზე უნდა წახვიდეთ. სადაც საჭირო ბრძოლის ველზეც უნდა წახვიდეთ. მაგრამ აი მაგალითად გაბრიელი რომ გაიზრდება და რომ ასე იგი წმინდად იცხოვრებს. წმინდა ცხოვრებაში გულისხმობ აი ღვთისმცნებებით იცხოვრებს, ნეობრივად იცხოვრებს. ასე იგი მეგობრული ადამიანი იქნება, კეთილი ადამიანი იქნება, ღვთისმოყვარე იქნება. აი გარი უკვე სულისკვეთება და ეგ ვაჟკაცობა. და ახლა წარმოედგინე, რაც მეტი იქნება ეგეთი, მით უფრო მეტად სიწმინდით იცხოვრებს ჩვენი ერი. და თუ ადამიანი უზნეოდ ცხოვრობს, არა? მაშინ ის უკვე ღალატობს თავის სამშობლოს. ასე თუ ის
ვიღაც გაცნობიერებულად, ვიღაც გაუცნობიერებულად. ახლა ჩვენ შეიძლება ბავშვებო ჩვენს გარშემოთ დავინახოთ, რომ ვიღაცა უზნეოდ ცხოვრობს და მაგრამ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს უზნეოდ ცხოვრება არის მისაბაძი. არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს არის მისაბაძი. ვინმეს თუ რამე ეშლება და ვიღაცის თვალში ეს ჩანს, რომ ეს კარგია, ეს კარგი არ არის. იცი რატო არ არის სულ ერთი რაღაცაც რო ვთქვათ. ვინც ასე უზნეოდ ცხოვრობს, მის გულში სიხარული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად შეიძლება ჩანდეს, რომ ის კარგად არის, მის გულში სიხარული არ არის. იმიტომ რომ შეუძლებელია გულში სიხარული იყოს, მაშინ როდესაც ადამიანი წოდებშია ჩაფლული. ისე რომ აი ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული ჩვენ როგორ გავატარებთ ჩვენს ცხოვრებას. აი ჩვენ უნდა დავემსგავსოთ წმინდა მოწამე პანტელეიმონს. როგორი ღვთისმოყვარე იყო ეს ახალგაზრდა, ხო? წმინდა ბარბარე. ხო გაგონია წმინდა ბარბარე. წმინდა გიორგი. და ასე შემდეგ. მოდი მე ისევ დაუბრუნდები ამ შეჯიბრების საკითხს და ძალიან რო აღარ გადაგხალოთ ამ შეკითხვებს ცოტა სხვა დროს ხო არ უპასუხოთ. როგორ მოიქცეთ, როცა მამაო ჩვენო გავიწყდებაო საღამოს. ერთი დამხმარე დაგჭირდებათ. ამ შემთხვევაში მშობელი სრულიად საკმარისი იქნება. თუ თქვენ მართლა წუხართ, რომ გავიწყდებათ ამის თქმა, სთხოვეთ მშობელს, რომ დედიკო, მამიკო, გამახსენე, რომ საღამოს თქვა ხოლმე ლოცვა. ოღონ არ უნდა გეშინოდეს, რომ აი თუ ეხლა მართლა გამახსენოს ხოლმე. არამედ გულწრფელად უნდა, როდესაც გაგახსენებთ, უნდა ილოცო. თუ მართლა ამბობ, რომ გავიწყდებათ. რა შემთხვევაში აქვს უფლება მამაოს, რომ აღსარება გათქვასო? არც ერთ შემთხვევაში. სასულიერო პირს არ აქვს უფლება აღსარების გაცემის. რა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ქრისტიანები უშვებენ ცხოვრებაშიო? რა არის ყველაზე დიდი შეცდომა? მე ახლა მაგაზე სიმართლე გითხრათ არ მიფიქრია, რა არის ყველაზე დიდი შეცდომა. იმიტომ რა მნიშვნელობა აქვს ყველაზე დიდი შეცდომა რა არის? ესე იგი, ყველაზე დიდი ქვა დაგეცემა თავში თუ იმის ნახევარი და მაინც საკმარისია, რომ შენ დაგაზიანოს. რა მნიშვნელობა აქვს? ყველაფერს უნდა მოსხადაშორის მე აი რაღაცნაირად გულწრფელად ვამბობ, არ მიფიქრია რა არის ყველაზე დიდი შეცდომა. აბა დავფიქრდები მაგას. თქვენი აზრით რა არის ყველაზე დიდი შეცდომა? თქვენ თუ გიფიქრიეთ. მე ნამდვილად არ მიფიქრე. რა არის აბა ყველაზე დიდი შეცდომა? საქმეს რო არ გავუყოფ. საქმეს რო არ გავუყოფ. ეგეც შეცდომა, აბა რა, საქმეს რო არ კიდევ რა არის ყველაზე დიდი შეცდომა? შენ იცი? ადამიანს რო აწყენინებ? რო არ გავუყოფ და რო აწყენინებ? აბა? ეშმაკს დაუჯერებ. აი მართლაც ყველაზე დიდი შეცდომა შეიძლება იყოს. ეშმაკს რო არ დაუჯერებ, მაგრამ ეშმაკს თუ არ დაუჯერებ, რანაირი ქრისტიანი ხარ? რო დაუჯერებ. ეშმაკს თუ დაუჯერებ, რანაირი ქრისტიანი ხარ? ხო, ქრისტიანი ხო, ქრისტეს მიმდევარია, ქრისტეს უნდა ბაძავდეს. კიდევ რა არის? აბა ვაშკაცო, შენ რას გვიყვი? ძალიან ხო არ გადავღალე. როცა ბევრ ცოდებში ხარ ჩაფლული და ქრისტეს მოსვლის გეშინია. ხო, აი როცა ბევრ ცოდებში ხარ ჩაფლული, ნამდვილად შეგეშინდება. კიდევ რა არის, აბა? როდესაც მერტის არ გწამს. როდესაც არ გწამს, კიდევ? აბა დავით. როცა გცხენია, რომ მამაო შენ ცოდები გაიგოს. ხო, ეგეც შეცდომაა, კი. იმიტომ რომ ხო გახსოვს, წეგან გიოზე რა მოუყევი? მაღლა რომ მიდიოდა, უთო რომ უნდოდა. აი ეგრე ეშმაკი ჩაგაგონებს, რომ აღსარება არ თქვა, რომ ეგ სისცხვილია. არა და თუ მოძღვართან აღსარებას არ იტყვი, აი ხა წარმოიდგინეთ ასეთი რაღაც. ვინც მოძღვართან აღსარებას არ ამბობს, დავშეთ ჩვენ ხო ყველას გვაქვს ცოდები.
და აქ რო შემოვდივართ, ყველა ცოდები რო იწერებოდეს ამ მონიტორზე და ვისაც უკვე ნათქვამი აქვს სახსარება, იმისი არ იწერებოდეს. რა გეჩვენება თქვათ მოძღვართან თუ არ თქვათ? არა ვერც იმას გააკეთებ, რომ აქ არ შემოხვიდე. იმიტომ რომ მეორედ მოსვლა რო იქნება, მარტო ამ დარბაზში ვინც ვართ კი არა. თელ სამყაროში ვისაც ოდესმე უცხოურია, ყველას თვალწინ ცხადი იქნება შენი ცოდები და როგორ შეცვლები წარმოიდგინე. უბრალოდ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ რასაც მშობელს უმალავ, მეზობელს უმალავ, მეგობარს თუ თანამშრომელს თუ სხვა, ეგრო გაიგონ და გარშემო კიდე ვისაც იცნობთ, ვისაც არ იცნობ, იმისი კიდე იმდენად ალბათ არ შეგწევ, მაგრამ ვისაც იცნობ და ის რო გაიგებს შენს ცოდებს, როგორ დღეს ჩავარდები? თან იქ უკვე სინანულს აზრი აღარ ექნება. აქ სინანულს აზრი აქვს, შენ როდესაც იტყვი, ეს ცოდა მოგეტევებ. მაგრამ იქ რომ გამოჩნდება შენი ცოდები ყველას თვალწინ, არა? იქ გინდა თუ არ გინდა, მაინც სინანული გექნება და მაინც ტკივილი, ოღონდ იმას უკვე აზრი აღარ ექნება. და ის მარადიული იქნება. ამიტომ ჯობია, რომ აქვე ერთი ადამიანის ღვთისგან დადგენილი მოძღვრის წინაშე თქვა, რომ რაღაც დამენანა. მე რაღაც შემშურდა, ვიღაცას ვაწყენინე, ასე ვქენი თუ ისე ვქენი, რაც მომხდარა. და შენი გული აქვე გათავისუფლდება. ისე რომ ცრუ სირცხვილს ჩვენ არ უნდა ავყვეთ. ღმერთს დაიგო ან ძმა ჰყავდაო? ღმერთს დაიგო და ძმები არ ჰყავს. ღმერთი არის ერთადერთი. კარგი ბავშვებო, ძალიან რო აღარ გადაგღალოთ, ისევ შეჯიბრებაზე მინდა ვთქვა. ჯილდო არ იქნება ცუდი, არამედ იქნება კარგი. რომელიც თქვენ გაგახაროთ. ჩვენ ფაქტიურად შესაძლებლობას გაძლევთ ხოლმე, რომ თქვენი მონდომებით და თქვენი სწავლით მოიპოვოთ ის, რასაც სიზარმასის შემთხვევაში ნამდვილად ვერ მოიპოვეთ და ეს იქნება, როგორ ვთქვა, თქვენი შრომის შედეგი. რომ თქვენი შრომა ამითი დაფასდება, რომ თქვენ რაღაც სახალისო დღეები თუ რაღაც გექნებათ ამ შრომის შედეგად ხოლმე. თან შედეგი ისიც იქნება, რომ ჩვენ ხო ქართველები ვართ და ეს ქართველთა შორის წმინდა გრიგოლ ხანძთელი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოღვაწე. და ეს ჩვენ ნამდვილად უნდა ვიცოდეთ. ამის ცოდნა უკვე არის შედეგი. უკვე არის ჯილდო ჩვენთვის. ამას გარდა თუ კიდევ დანარჩენი რაღაც ჯილდოც იქნება, ეს კიდევ უფრო სახალისოს გახდის ამ ყველაფერს, თუმცა თქვენ შრომაზე იქნება დამოკიდებული. კარგი. ძალიან რო აღარ გადაგღალოთ, თავად გეთვილოცოთ.